16,000 უხდება პარლამენტის თავმჯდომარესა, პრეზიდენტსა და სამსავო უხდება მაგდელი და ჩვენ 20 ლარი და აი რა არის ეს? არ არის სწორი, მაგრამ რას ყველა საითაც გაივli გამოვლი ყველა მაგას ლაპარაკობს, ხალხს არაფრად აგდებენო, აი რა. ისევ თავანთი იყოს ის. ამ დროს მინისტრი 20 ლარი ეგ არის მათხოვრი, აი გადმო ჯაღლო გადაუგდებოდი შეტრიალი და კარგად მიეცი თუ ადრე მიეცი. ზვარსა, აი ეგრე. რა არის ამათ 72 წელი კაცი ვარ. წამლები უბედურობაში ვარ, ორჯერ სუტირება მაქვს წამლებს. არ ამყოფს. მარტო ხელა ვარ მართალია, მაგრამ არ ამყოფს. ამ დროსაც მინისტრებს რუგეშინიათ პრემიები და ხელფასები და უამრავი 16-ები და 20-ებია. პენსიონერი არ უნდათ მოდიან არჩევნებზე. პირდებია რაღაცას, ზოგს კარტოფილი უტანენ, ზოგს ხახს ალობიოს და იმაზე აძლევენ ხმას. არ ვარ ჩვენი ხალხი. გული მწყდება, არ შეიძლება ადამიან რომელმაც 58 წელი იმუშავა 15 წიგნის ავტორი ვარ 150-ზე მეტი სამეცნიერო დაშრომის და ძალიან საინტერესო მონაცემები დავდე პირველად საქართველოში მე და ჩემმა ჯგუფმა საქართველოს მინერალურ წყლებზე აი ცნობილი საირმე ბორჯომი და ნუ ისეთ წახლა არ გავაგრძელებ და მე მაგ ის პენსია რაც საერთოდ არავის უმშავია და იმას რა უყოთ ასეა მაგრამ გულწრფელად გეტყვით მე მაინც რახან მშვიდობაა ქვეყანაზე რახან ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და აი იცით რა ჩვენი მენტალური მდგომარეობა ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენ დამოუკიდებლობა ხო გვინდოდა არავინ არ ესე იგი კოლონიალური ის არ გვინდა რომ ვინმე თავში გვიმარტყუნოს ისე იმად გაეზარბობს მე არაფერი არ მინავს იო მეტი რაღა გითხრა თქმა უნდა არაადეკვატურია რა თქმა უნდა 34 ჯერ ნაკლები ხო საშინელება ეტაპობრივად ალბათ იქნება მომატება ყოველ შემთხვევაში 8 ლარიდან დაწყებული პენსია 500 ლარამდე ავიდა და ნახოთ დაველოდოთ ჩვენ უბრალოდ პენსიონერებს მასხარად გვიგდებენ ეს რა არის 20 ლარი გინდა ყოფილა გინდა არა ჯერ ისედაც ეს 300 თუ 400 ლარი წამლებში არ აკვყოფნის წამლებში რომ გამეტებით ვიყიდოთ წამლები მასხარად გვიგდებენ მეტი არაფერი არ არის აფთიაქში შევედი წამალი მინდოდა ვერ ვიყიდე ძვირია 70 80 რა ვიცი და მაგრამ რა გავაკეთოთ პური გვინდა ელემენტარული რაღაცა ხო უნდა ადამიანსა თვითონაც ხო ჩვენაირი ადამიანები არიან და არსებობა როგორც იმათ უნდათ ისე ჩვენ გვინდა და პლუს ამას დამატებით ჩვენ ამდენი წამლები გვინდა კიდევ და ეს რა მასხარად გვიგდებენ მეტი ხო არაფერი არა არ ვიცი პოლიტიკას რაბარას გაუგებ შვილო ისე პენსიონერი და აღარა მაქვს ფული გუშინავია 1000 გაგვიხადონ 1000 თვითონ ხალხი არ ვარგა რომ ესეთი სახელმწიფოში ესეთი ხალხი მუშაობენ აბა თვითონ იჩნენ მაგ პენსია ეს უბრალოდ მაგ პენსიაზე ვარ მეცა და არ ვიცი რომელი ვიყიდოთ წამალი თუ საჭმელი ახლა სახალხოდ ერთი თვე უნდა მიიღონ ეგ პენსიის ფული და გავიგებთ რანაირად იცხოვრებენ მერე